რაც უბრალოდ წელიერი ადამიანი ხო ურთიერთობაში ის ურთიერთობა აღარ არის უბრალოდ მარტო ურთიერთობა, ხო? იქ არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მახსოვრობა, ჩვენი წარსული. ჩვენ ამ წარსულსაც ვეჯაჭვებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს უთქვამს, რომ რო გავიხედოთ 15 წლის მანძილზე, მე ბედნიერი არ ყოფილვარ. მაგრამ ეს ხო ჩემი იყო, ჩემი ნაწილი იყო, ხო? და თითქოს ამ წარსულსაც მისტირიან ხოლმე. ამ დროს პრაგმატულად რო დავუკვირდეთ, არაფერი მისატირი არ არის, ბედნიერება არ იყო, ხო? მაინც. საზიანდერში თავის ახალგაზრდობას მისტირიანო, ხო? აი ესეთი რაღაც არის დაახლოებით, როცა დიდხანს ცხოვრობთ ადამიანთან, იქ ჩდება მიჯაჭვულობები უკვე არა მასთან, არამედ ჩვენს თავთან იმ წარსულში. სადაც ახალგაზრდები ვიყავით, სადაც ლაღები ვიყავით, ასე თუ ისე მაგალითად, მაგრამ სხვა არ ვიცით, ხო? აი სხვა როგორ შეიძლება ვიყოთ ბედნიერები. აქ შეიძლება უყუროთ, რომ აი დედა არ იყო ბედნიერი ურთიერთობაში, ბებია არ იყო ბედნიერი ურთიერთობაში, ანუ ჩვენ ბავშვობაში არ არის აქ მაინც რომ ჩვენ როგორ გვექცეოდნენ, ვისრუტავთ, ახლა მე-7 სახლი ასტროლოგიაში ბებია ბაბუის სახლი არის, იქ უყურებ ხოლმე მაგალითად, რომელიც ანარეკლი არის პარტნიორული ურთიერთობის, სხვათა შორის ასტროლოგიაში პირადი ურთიერთობები, მე როგორ შევდივარ პარტნიორულ ურთიერთობებში, ეს ბებია ბაბუის სახლია და ან არის. ამიტომ განსაკუთრებით პირად ურთიერთობებზე არა მარტო მშობლები ჩვენთან ასტროლოგიაში ბებია ბაბუის ენერგია ახდენს გავლენას. თუ იქ იყო ბევრი წყენები, აი როდესაც არის დაზიანებული მე-7 სახლი, ეს ნიშნავს, რომ ბებია ბაბუასთან ორივე თაობაში არ ვიცით რომელი იქნება. აქ იყო რაღაც ან გამოუთქმელი ბრაზი, ან პირიქით ბრაზი აქტიური, ან წყენები, ანუ ბევრი პრობლემა იყო, რომელიც არაცნობერ დონეზე მე იგივე პროგრამას ვიზიდავ. იგივე პროგრამაში შევდივარ და ისეთივე პარტნიორი უნდა მოვძებნო, რომ დავხურო გენეტიკური პროგრამა, ხო, პრობლემა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ესე ძალიან საინტერესოა ასტროლოგიაში წინაპრების ენერგია როგორ ტრიალებს ჩვენთან და როგორ ავლენს პარტნიორულ ურთიერთობებში თავს. ეს ძალიან ისეთი დაფარული ესეთ პროგრამები არის, რომელიც, ფსიქოლოგიაც ამას უყურებს, როგორც გზავნილები, ხო, ფსიქოლოგიური გზავნილები. თუმცა შეიძლება საერთოდ არ ვიცნობდეთ ბებია ბაბუა, საერთოდ არ გვახსოვდეს, მაგრამ ასტროლოგიაში ეს წერია ძალიან კარგად, როგორ ახდენს მე-7 სახლი გავლენას პარტნიორულ ურთიერთობებზე.